რას აპირებს ტრამპი ამერიკის პრეზიდენტის ულტიმატუმის ამოწურვამდე რამდენიმე საათი რჩება. შეერთებული შტატების ლიდერმა დაანონსა, რომ ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის აღარასდროს აღდგება. დრო, რომელიც თეირანს ჰორმუზის სრუტის გასახსნელად აქვს თბილისის დროით დილის 4 საათზე იწურება. ტრამპი რამდენიმე დღე აიმუქრება, რომ ირანს მიწასთან გაასწორებს და ჯოჯოხეთს მოუწყობს. ამბობს, რომ აქვს ზუსტი გეგმა, რომელზეც საჯაროდ არ უსაუბრია. მოსალოდნელია ქვეყნის მასშტაბით არსებული საგზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგოობიექტების განადგურება. დამანგრეველი საპასუხო ზომებით იმუქრება თეირანიც. სიტყვა კახეთსა და მის შემოგარენში ხეხილი დავენახის სტიქიამ რამდენიმე მუნიციპალიტეტში დააზიანა. ძლიერი სიტყვა იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისშიც. თბილისში ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის მშენებლობისთვის სახელმწიფო მიწას 5 მოქალაქეს ჩამოართმევს. ეკონომიკის მინისტრის დღეს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით კომპანიის მიერ შეთანხმება მხოლოდ 13 მესაკუთრესთან იქნა მიღწეული. ამ ეტაპზე ვიზიტის შესახებ არ გვაქვს გამოსაცხადებელი, ამბობენ ამერიკის საელჩოში საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დღეს კახა კალაძემ დაადასტურა და თქვა, რომ ოპტიმისტური ნულუდინები აქვს.